რენდერების საქმე. რენდერებია, პროექტი რა არის, ეხლა ვიცი. ამიტომ რენდერებზე მოიქნება სწავლები. არტიქიტექტურული, კონსტრუქციული და სარესტავრაციო ნაწილი. რენდერებზე საერთოდ მუშაობ. ამაზე უკვე diskutირდება. შეგიძლიათ გვაჩვენოთ არქიტექტურული, კონსტრუქციული და სარესტავრაციო პროექტები. გააქვთ ეს პროექტები? კონსტრუქციული შეტანილი პროექტები უბრალოდ პროექტები არ ვიყავ. ჩვენ ვინდა მოვიდა დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. მაგას მიმართოთ ალბათ. თქვენ რაც შეიძლება ვანახეთ და მე რაც შევიტანოთ დისკსა ხო გვაქვს. გადაწყვეტილება არ არის საგი ხო არ არის საიზე არ მოგწევს რა ამუშავოთ ეს. ბატონო, აი რეალურად რა შევხვდეთ სიტუაცია. ეს კამერები უკვე ჩართულია. ამიტომ ეს შეხვდეთ ჩათვალეთ რომ უკვე ხდება, ხო? ვაშვედით ის, რაზეც თქვენ ახლა პასუხისგება ხო უნდა წამოვგამდით და გაჩვენოთ და მოგიყვებით ის არაფერია. პირიქით უფრო ეს კამერები დააფიქსირებენ იმას რომ ესე იგი თქვენ გააქვთ ეს პროექტი და ჩვენ მაგალითად ვამბობთ რომ პროექტი არ არის. ირა რა პროექტი უკეთესი კეთდება რომ თუ გააქვთ და იძახით რომ კარგია დაფიქსირდება რომ კარგია ანუ რატომ ეხლა ძალიან მართლა თუ კარგი კეთდება აი უკეთესი არის ადლებ რაღაცნაირი დესტრუქციული იმას ახდენს და რა დესტრუქციული იყო გუში რაც ხდებოდა უკაცრავად რა იქ რაც ხდება უოროებით რომ ჩამოაგრე შენ თუ გააქვთ პროექტები ვაჩვენებთ რომელიმე ნაწილის მაინც ბატონო არსებობს კვლევით სამუშაოზე ნებართვა იქ ჭირდება შურტირება ჭირდება გეოლოგია აინების ყველა დეტალები უნდა მოხსნილია დანომრილი არ არის დანომრილი იცი არ არის დანომრილი აქვს ერთ დაახლოებით 30 წლის წინ გაკეთებული არქიტექტურის გარეშე კეთდება სამშენებლო სამუშაოები პროექტი რისთვის არის კი ბატონო აი პროექტი განახეთ და მე ჩვენ დანომრის პროექტიც გვაქვს და ინვენტარიზაციის თითოეული ზედამხედველობას ვინ წევს ადგილზე ვინ ჩვენ დამკვეთით რა ლაბორატორია და დამკვეთი ვიღაც მოყავს რომელიც გვაჩვენეთ პროექტები გვაჩვენეთ თუ პროექტები გაქვთ გვაჩვენეთ რა პრობლემაა ამჟამად მოედანზე უნდა იყოს ყველა პროექტი დამტკიცებული ეს შენობლობა არ დაძმებულა კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს ზუსტად იმისათვის რომ ჩვენ ვცდილობთ არა მარტო ეხლა დეტალები ასე ძნელია ხო იქ არის მრავალ ჯერ გადაკეთებული შენობა ჯერ კიდე თავის დროზე მერე 70-იან წლებში ჩაუტარდა კიდე კაპიტალური რემონტი ბევრი ადგილებია რომელიც როდინდელი პერიოდის არის რაღაც სილიკატური აგურით არის ნაშენი რაღაცა ის აივნის მოაჯირები ზოგი ფანერის არის ზოგი ძველია და ასე შემდეგ ამის ყველაფრის დადგენისთვის ჩართული ალბათ ხალხი და მუშაობს იმისათვის რომ ეს ყველაფერი გაგვხსნას რაღაცების მოხსნა არის სახურავის ნაწილი ვერ ადიოდნენ იქ მუშები იმდენად ავარიულ მდგომარეობაში ბატონო წამოვა ის არ არის კვლევის სამუშაოები რა ის არის რემონტული სამუშაოები აი უროთი აგრეთვე არაკვალიფიციური რესტავრატორი არ იყო ადგილზე არც კონსტრუქტორი იყო მე რა ბოჭორიძემ რო თქვენთან თანამშრომლობაზე უარი თქვა ეგ თუ იცით და რისი ბრალია თუ იცით თუ ხართ ამის საქმის ჩვენ ვიცით გაცნობებით ჩვეულებრივი მუშები არიან რესტავრატორები უალდამომარჯვებულები არავითარი საბუთი არ გვაქვს საბუთი არ გვაქვს აი თვითონი მაგ კი რა შეგვია შეიძლება არ ქონდა ეგ დანაშაულია ბანერი ხო უნდა იყოს გამოგრული კანონის მიხედვით ასე არის თქვენ იქ რაც მიმდინარეობს არის უკანონობა ხა რაც არ უნდა გითხრათ პროექტები რო გქონდეთ გვაჩვენებდით ვინ იღებს ამაზე პასუხისმგებლობას გითხარით თქვენ პროექტის არქიტექტორი თუ კომპანია ირაო მაგნატ გუგიაშვილი აი თქვენ რა შეგიძლიათ გითხარით ვინ არის იქ რაც ხდება ეს არის დანაშაული არანაირ სარესტავრაციო არაფერი იქ არ მიმდინარეობს რომ ეს იქნება ძალიან კარგი მაგალითი რესტავრაცია არ გჯერა არ გჯერა თქვენი არ გჯერა პირველ რიგში უარი თქვა თქვენ თანამშრომლობაზე რა როგორ რესტავრატორი მოგიყვებით მაინც იმას დავესაუბრებით აბინარი აი რა ნუ დღეს არ არის სამუშაო დღე და ხა იმ კაცო არ ჩაბათ მე რა უარი ნუ არ ვიცი მე რა სამი დღის თქვენ გესაუბრათ და გითხართ რომ ნაგვის გარდა ხელი არ ახლოთ არაფერს და ამ კაცს გუშინ გაუგზავნე პირადად მე ფოტოები და იმის მერე რაც ნახა ადგილზე რა ხდება დაწერა წერილი და გამოგიგზავნოთ ელექტრონული ფოსტით ნუ დღეს გუშინ მეც ვსაუბრობ თუ ის